ჩვენს ცხელი ძაღლის სეზონსის Instagram გვერდზე ქონა ესეთი გამოკითხვა, რამდენი მუსიკა არის გამოყენებული ცხელ ძაღლში. და ბევრს გონია რომ მხოლოდ ნიაზ დიასამიძის სულ რაღაც 3-4 მუსიკა არის სერიალში. მაგრამ ეს ყველაფერი არის პირიქით. ფონად ლელა ტურწუმიას მუსიკა აფორმებს ჟანი ლოლაშვილის ამ რაღაც ზე ემოციურ მონოლოგს რა, რომელიც შეგვიძლია ვიხილოთ. ფონური მუსიკა, რომელიც არის ძაფრ მომენტებში შერჩეული და მე რომ ვკითხოთ, რა ვიცი, საოცრად ზუსტად არის, ასე ვთქვათ, გარტყმული მომენტს, რა იდეალურად მართლა დააჯდა. ეს არის ზუსტად ზაზა ურუშაძის და ნიაზ დიასამიძის საოცარი კოლაბორაციის დამსახურება, რა თქმა უნდა. და აი მაგ მომენტში არის გამოყენებული შინა ვორგილი ოსა ცხელი ძაღლი ფართიზე ნიაზს როცა შევხვდი, ფართისთვის მზადება რომ მიდიოდა, ეს მუსიკა არ ახსოვდა, რომ მისი დაწერილი იყო და ზოგადად სერიალისთვის რომ შექმნა.